რუსთავის სპორტის სასახლე ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. 2 დღით ადრე კი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ იაპონელ სპორტსმენს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა მუზეუმს ხელმოწერილი კიმონო დაუტოვა. შოჰეი ონოს მასტერკლასი რუსთავის სპორტის სასახლეში 24 მარტს 14 საათიდან დაიწყება. მასტერკლასი უფასოა და მასზე დასწრება საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენს შეუძლია. შოჰეი ონო საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების ვარლამ ლიპარტელიანისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი საქართველოს კავშირების შესახებ ძიუდოსთან. დიდი ხანია მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ჩემთვის საინტერესოა ძიუდოს ქართული სტილი. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება. ჩვენი რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს. ლეგენდარული ძიუდოისტი ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერკლასს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მათთვის იქნება კიდევ ძალიან დიდი мотиваცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა და კონდეთ ძალიან ბევრი გამარჯვება. ისეთი ქვეყნიდან როგორც იაპონია და ისეთი სპორტსმენი როგორც შოჰეი ონოა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ატარებს სემინარს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მაგალითია ის თავის გამორჩეული სტილით, თავისი წარმატებებით, თავისი ტიტულებით და მე ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესია კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის.